გამარჯობათ, მოგესალმებით, მე ნათია შაი. ახლა ვაგრძელებთ ნომერ მეორე ბედის მატრიცის განხილვას, ნაწილ მეოთხეს. და ძალიან საინტერესო რამ აღმოჩნდა ამ ბედის მატრიცაში, ეგრეთ წოდებული, ზოგი რომელიც რაღაც სახელწოდებას დაარქმევს ხოლმე ამ ენერგიებს, მილიონერის კოდი. წინა ნაწილში განვიხილეთ ეს ყველაფერი, მაგრამ მე მინდა რომ გავაგრძელო, კიდე მივუბრუნდე ამ ნაწილს და რატო არის ეს, ანუ რა ენერგიები თამაშობს, უკვე განვიხილეთ, რომ ეს არის 5-იანი, 19-იანი, 14. რა არის საინტერესო ამ ბედის მატრიცაში, ის რომ აი ნახეთ 5, 19, 14, 5, 19, 14, 5, 19, 14. აი ეს მონაკვეთი სარკისებურად მეორდება ამ ადამიანში. ახლა რა არის ეს და რას მიგვანიშნებს? ჯერ მინდა ის თქვა, რომ მე მივეცი რჩევები, კიდე მინდა რომ მათ ჩავიდე დავამატო და მივცე რჩევები ამ ადამიანს, როგორ დაამუშავოს და როგორ გაზარდოს მისი შემოსავალი, მაგრამ ცალსახად ის რომ ნახე, ვიღაცას აქვს მილიონრობის მონაცემი, ან შევჩერდეთ აქ ხო და ის პირდაპირ პროპორციულად მილიონერი იქნება, ეს ამას არ ნიშნავს. მინდა გაგახსენოთ ერთი ძალიან კარგი იგავი, რომელსაც სკოლაში გვასწავლიდნენ, როცა შესაჯიბრად გავიდნენ კურდღელი და კუ და კურდღელს ეგონა რომ რა თქმა უნდა კუს აჯობებდა და არაფერი არ ქონდა საჩქარო და სანერვიულო და ასე ვთქვათ, გაერთო და სხვა რაღაცაზე გადავიდა მისი ფოკუსი და ინტერესი, ხოლო კუ თავდადებულად მიიღწევდა წინ და გაიმარჯვა კუ. ამით რისი თქმა მინდა? ის რომ ამის მონაცემი გაქვს, არ ნიშნავს იმას, რომ ოკეი, შენ ხარ მილიონერი. ეს იმას ნიშნავს, რომ შენ ამის პერსპექტივა გაქვს, თუ რა თქმა უნდა სწორად დაამუშავებ ამ ენერგიას. ერთი წინაღობა, პირველი წინაღობა, რაც აქვს ამ ადამიანს, არის ის, რომ მის ჯანმრთელობის კარმაში არის იგივე ენერგია. ანუ სამყარომ რაც მისცა რესურსული, იგივე რესურსის ბარიერები დაუხვედრა მას წინ და ეს პირველი, ასე ვთქვათ, შეფერხება, ასე ვთქვათ, რომელიც ჩანს. ამ შემთხვევაში ხომ, ანუ ზედმეტად ძალიან, ანუ გაორმაგებულად უნდა მიაქციოს ამ ენერგიებს ყურადღება, განსაკუთრებით ხუთიანებს, იმიტომ რომ ხედავთ ხო, რა მრავლად არის 1, 2, 3 და აქ 4. ხო, განსაკუთრებულად ამ 5 ენერგიებს. კიდევ ერთხელ მინდა გავუსვა ხაზი, რა არის 5 ენერგია. ეს არის პატიოსნება, ეს არის სისტემურობა, ეს არის ოჯახი, ეს არის კლანი, ეს არის კარგი გაგებით კლანი, ეს არის ასე ვთქვათ, სწავლა, ცოდნის მიღება და აუცილებლად ამ ცოდნის გავრცელება. აუცილებლად ამ ცოდნის გავრცელება. რა მინდა ვთქვა? აი ეს არის, აი ეს ადგილი, რასაც აჩვენებს, ეს აჩვენებს 7 თაობა მამის მხრიდან ბებიების ენერგია. სწორედ ბებიებისგან არის ეს თან კარმა დასამუშავებელი, თან საჩუქარი. მე ხო ავღნიშნე წინა ვიდეოებში, რომ კარმა ეს არ არის სასჯელი, ეს არ არის რაღაცა ნეგატივი, ეს არის დახურული კარებები, რომლის შიგნითაც შენ გელოდება რაღაცა ბონუსები, საჩუქრები, ტალანტები, ნიჭები, წყალობები და ასე შემდეგ. უბრალოდ ეს კარები არის გასახსნელი. თორე ეს ყველაფერი შენში არის. აი ეს საჩუქარი, ასე ვთქვათ, დაუტოვა მამის მხრიდან ბებიებმა, გადმოსცეს, რომ დაამუშავოს და მაშინ ამუშავდება ეს მით უმეტეს, რომ ვთქვი, რომ ის ასე ვთქვათ, ჯანმრთელობის ფიზიკის კარმაში აქვს იგივე ენერგია, წონასწორობის დაჭერა და ისევ 19 ენერგია, ძალიან მნიშვნელოვანი ენერგია, მთავარი ეს მილიონრობის მანიშნებელი ენერგია, მისი რესურსის ენერგია, ის რო იყოს, ასე ვთქვათ, ძალიან გამცემი, თავისთვისაც გაიმეტოს ოღონდ და მადლიერი. ნახეთ,
თუ ამ ადამიანს შეხვდა რომ მისი გაცემულიდან, მისი სიკეთიდან, მისი ცოდნის გაზიარების შედეგად მოხდა უმადურობა, ეს იმას ნიშნავს, რომ ეს ადამიანი განაზოგადად უმადურია ვინმესთან. არა, ეს იმას ნიშნავს, რომ ამ ადამიანს რა აქვს რაღაცა ისეთი რისთვისაც ღმერთისთვის არ ვთქვია მადლობა. და როგორც არკე სამყარო ანახებს მას ამას. ეს ძალიან მნიშვნელოვანია და მე მინდა აი პირდაპირ რეკომენდაცია გავცე ამ ადამიანს, იმიტომ რომ ვისაუბრე მე ამ ადამიანთან, სანამ ვისაუბრებდე, მანამდე აღმოვაჩინე საოცარი ნიჭები და მე პირდაპირ მინდა გავცე რეკომენდაცია, რომ შეისწავლოს, განავითაროს მისი ცოდნა ეზოთერიკაში და ეს ღვთიური ეზოთერული ცოდნა, ენერგიები უკვე მოახმაროს და გასცეს. იქიდან გამომდინარე, რომ ცენტრი მისი კომფორტის ზონა არის 9, ძალიან კარგი იქნება ასევე, რომ ინტერნეტით გაავრცელოს ეს ცოდნები ამ ადამიანმა, რომ ეს ენერგიები ამუშავოს. ასევე 19 აქვს მეორე ბებიების მხრიდან, დედის მხრიდან, ბებიების მხრიდან, ანუ ქალებიდან მოსდევს ეს ძალიან დიდი ძალა და იღბალი აუცილებელი, აი როგორც 19-ისთვის არის აუცილებელი ის, რომ ყოველთვის იყოს რაღაც პოზიტიურ ტალღაზე, ისევე 10-იანისთვის არის ეს, იმიტომ რომ პირდაპირ კავშირშია, თუ არ ხარ პოზიტიურად, თუ არ ხარ პესიმისტურად, თუ რაღაცის არ გჯერა უკუღმა ტრიალებს, ეს არის ბედის ბორბალი და სულ ვამბობ, რომ 10-იანები ცალსახად ან უბედნიერესი ადამიანები არიან, ან ძალიან უბედურები. მათ განწყობაზე, გონებაზე, ფიქრზეა ეს დამოკიდებული და სხვა არაფერზე, ამიტომ ეს უნდა გაითვალისწინოს, ეს ძალიან დიდი ენერგია, ძალიან დიდი რესურსი იმისთვის, რომ იყოს ძალიან ბედნიერი, ძალიან ძალა და აი ამ ძალას და ბედნიერებას აწვდის ისევ 19 მზის ენერგიას, ანუ მის სიკაშკაშეს, მის პოპულარობას, მის ცნობადობას და მის ფულს. აი ესეთი ბებიების ენერგეტიკა აქვს ამ ადამიანს. ეხლა გადავიდეთ კაცებთან რა ხდება, მამაკაცებთან. ესე იგი მოდით ვნახოთ ჯერ მამის მხრიდან. მამის მხრიდან ნახე როგორი ინფორმაცია მოდის და რა უნდა დაამუშავოს. უნდა იყოს ძალიან ლაღი, ძალიან მსუბუქი, არ გაართულოს სიტუაციები, არ ჩაეჭიდოს რაღაცა მატერიალურს, გაუშვას ადვილად და ისევ და ისევ თუ სწორად იმუშავეს, 8 კარმა არის ხო, სწორად კარმულად, ექნება ძალიან დიდი ძალა უფლება, რომ ამ სიმარტივით მიიღოს ყველაფერი. მიიღოს როგორც დახმარება ადამიანური იქნება ის თუ სამყაროდან, ხო, რაღაც სიურპრიზები წამოსული სამყაროდან, როგორც ჩანს მამის მხრიდან კაცებში ეს იყო მინუსში, ანუ არ სჯეროდათ, ასე ვთქვათ, ნახე, გამიმართლებს იღბალი, ღმერთი შევიწყობს ხოლმე, არ სჯეროდათ, ძალიან იყო მატერიაზე ასე ვთქვათ, ჩაჭიდულები, რაღაცა ასე ვთქვათ, აქედან გამომდინარე კარმის კანონებს არ უღოდნენ და აი რაც ქონდათ რესურსი ცოტა არ იყოს ძალაუფლების ბოროტად გამოყენება შემიძლია ესე ვთქვა, მეტნაკლებად ეს იგრძნობა. ანუ ესე უნდა გააკეთოს ამ ადამიანმა ეს თავისი რესურსი აინახე, რასაც ეს ბებიები აძლევს, ეს რაღაცა მართვის ნიჭი, თავისი ეზოთერული ცოდნიდან გამომდინარე, კარმულად აინახე, აქაც კარმა აქვს, ხო? მეორე მხრიდან, დედის მხრიდან მამაკაცებში. აი იმდენად ცოდნა აქვს, აი ნახე მინუსი აქვს ის, რომ წარსულ ცხოვრებაში ცოტა ამხელა ცოდნა მაგიური ზეწოლა განახორციელა ვიღაცებზე, რაღაც შავი მაგიისკენ გადაიხარა, ამიტომ წამოწეული აქვს ეს კარმის ამო თემა, რომ უნდა იყოს ძალიან სუფთა კარმული, აი ცუდიც კი არ უნდა გაიფიქროს ამ ადამიანზე, ადამიანმა სხვებისთვის ვარსკვლავი, ნახე ენერგიის სწრაფვა, აი ძალიან დიდი ენერგია და რესურსია საბოლოო ჯამში, რაც ამ ადამიანს ძალიან დიდი პოპულარობა უნდა მოხვტანოს და დიდი ძალა რო ემსახუროს ადამიანებს. ასე ვთქვათ, ამ თავის ეზოთერული ცოდნით მე აქ სხვა პროფესიას ვერ ვხედავ, მას შემდეგ მით უმეტეს, როცა განვიხილე, არ მქონდა მასთან საუბარი, არ შემდგარა, ჯერ განვიხილე, ამის მერე შედგა და რაც მე დავინახე, დამიდასტურა ამ ადამიანმა, რომ მართლაც ესეთი ნიჭი აქვს, ესეთი ძალა აქვს და ეს ძალა უნდა გამოიყენოს აუცილებლად.
რაც შეეხება ასე ვთქვათ, ნახეთ, თუ რაიმე კონკრეტული ჯანმრთელობა აინტერესებს, მე ამას არ განვიხილავ ხოლმე ამ სერვისში, თუმცა ადამიანმა თუ მითხრა, რომ აი რაღაც მაწუხებს, ამ შემთხვევაში ცხადია განვიხილავ, იმიტომ რომ აქ ჩანს ჩაკრალური სისტემა და არის ჯანმრთელობის ბარათები და რა, ასე ვთქვათ, სხეულის რა ნაწილი გტკივა და ეს ენერგეტიკულად როგორ დაამუშავო, ეს არის მოცემული. უბრალოდ ამ სერვისში არასდროს არ განვიხილავ, თუ მეტყვის ადამიანი რომ ან თავი მტკივა, ან კუჭი მტკივა, ან ფეხი მტკივა, ამ შემთხვევაში ვნახულობ სად არის პრობლემა და ვაძლევ რჩევებს. ზოგადი ვუთხარი უკვე, ვთქვი ხო, წინა ჩართვაში, რომ ეს არის აი ზუსტად საბუთების მოწესრიგებულობა, აი რა შუაში საბუთების მოწესრიგებულობა ჯანმრთელობასთან დასვას ვიმეკითხვა თავშია, ესია სამყარო მოწყობილი, ოჯახზე ზრუნვა, სისტემურობა, ცოდნის მიღება, ცოდნის გაცემა, პოპულარობა, განწყობა, აი პირდაპირ კავშირშია თქვენი განწყობა ჯანმრთელობასთან და ფულთან და წონასწორობა. ისე ვიტყვი რა, შეიძლება მოგაბეზრეთ თავი, მაგრამ ზესწორად მოეფინები, ვართადან ეხთავინადგა ზესწორად მოეფინების ყველასთვის ხელმისაწვდომი და გაშლილი მისი სიკეთე და შესაძლებლობები. ახლა მე მინდა ნახო მისი წლის პროგნოზი, მე რო ხა გამოთვლით არ დავკარგო დრო და დავიტანჯოთლა თავი, უბრალოდ აი აქ არის წლის პროგნოზი, უბრალოდ ენერგიები ვნახო და ამ ადამიანმა მთხოვა კიდე რომ მომავალი წლისაც აინტერესებს და არ არის პრობლემა ვნახოთ. ან 57 წლელი და ნახევარი, ანუ 57 წლის რო გახდა 6 თვიდან 58 წლამდე რო გახდება ამას ვეტყვი და 58 წლიდან აი სადღაც 58 და 6 თვე და 58-დან მეორე ანუ შემდეგი წლის 59 წლამდე რა პერსპექტივები აქვს, რა რესურსები აქვს, ამას ვნახავ. ეხლა ჩამოვალ, რომ ეს უბრალოდ ასაკი ვნახე მისი, მე რომ არ დამიანგარიშებინა. ესე ვთქვათ, რომელი, ესე იგი ეს არის 58. აი ძალიან წვრილია, აი ეს არის 58 წელი. ხედავთ ხო, აქ არის მთავარი ენერგია არის 14 და ზუსტად წელს აქვს ფინანსური, ასე ვთქვათ, ენერგიის დამუშავების წელი. აი ზუსტად წელს უნდა გააკეთოს ეს და გარდა მაგისა, აი ამ ბებიეის კარმაც დამუშავდება ამით. რა არის ეს ენერგია? იყოს თანაბარი, კონდეს წონასწორობა, შეინარჩუნოს ბალანსი და იყოს აი ანგელოზი ადამიანებს შორის და ძალიან დიდი დამხმარე ადამიანებისთვის. მეორე ენერგიას მაჩვენებს 10-იანს. 10-იანი უკვე მეორე ბებიას ენერგეტიკა მუშავდება და აი ამ ეს ყველაფერი უნდა გამოიყენოს აუცილებლად, ან უნდა იმოქმედოს ამისთვის, არ იყოს სტატიური, აუცილებლად იმოქმედოს და რაც თქვი, ეს არის ბედის ბორბალი და ზუსტად ისე წავა, ისე დატრიალდება ბორბალი, როგორიც იქნება მისი ასე ვთქვათ, სურვილები, მისი ფიქრი, მისი ემოცია, მისი განწყობა. აი ისია ეს დამოკიდებული, აი ეს ენერგია მაქვს მე ოღონდ სხვა ზონებში და აი მართლა გავოგნებული ვარ, ისე მუშაობს, რომ აი ვერ წარმოიდგენთ, ჩემს ემოციაზე არის აწყობილი ყველაფერი, ფინანსები, ჯანმრთელობა, კეთილდღეობა, ყველაფერი არის აი ამაზე დაწყობილი, როგორც ვარ მე განწყობით, ისე მიდის ყველაფერი. აბსოლუტურად აი ბედის ბორბალი წაღმატრიალებს თუ უკუღმა მართლა ჩემი მესაჭი არის ჩემი ემოციები. ანუ ძალიან ასეთი ამაღლებული ემოცია და მოქმედება რაღაცა გააკეთა, შედეგი მიიღო, მერე დასვენება, ოღონდ გემრიელი, განაპასიურობა, დასვენება და ისევ მოქმედება. და შემდეგი ენერგია ამოდის 6-იანი ენერგია. 6-იანი ენერგია არის ეს არჩევნის ენერგია. ეხლა გადავხედავ, 6 არის, არც ერთ კარმაში არ აქვს მას 6-იანი, ანუ ამ შემთხვევაში
წელს ბებიების ენერგეტიკა მუშავდება და ფინანსური. მე გულმა მიგრძნო ეტყობა რომ თქვი წინა ვიდეოში რომ რამდენიმე თვეში მეტყვის მეთქი რომ ძალიან გაუმჯობესდა მისი ფინანსური შემოსავალი და დარწმუნებული ვარ ეს ასე იქნება, იმიტომ რომ აი ნახე ზუსტად მაჩვენა რომ წელს არის ეს თემატიკა დასამუშავებელი და 6-იანი ეს არის სილამაზის, სიყვარულის, ჰარმონიის შემოტანა, ასე ვთქვათ, წვეულებად შეიძლება იყოს რაღაცა მსგავსი დაგეგმა, ადამიანების შეკავშირება, შეერთება, ადამიანებისთვის ისევ და ისევ რაღაცა ურთიერთობაში შეტანილი წვლილი, ადამიანების დაახლოებაში შეტანილი წვლილი და რა ყველაზე მთავარი რაც არის, ეს არის ენერგიის და ყურადღების მიპყრობა გარეთ და შიგნით, საკუთარი თავის შეყვარება, საკუთარი თავზე ზრუნვა და საკუთარი ძალების დაფასება. აი ეს ენერგიები უნდა გააქტიუროს წერს, სანამ გახდება 58 წლის, ხო? ეხლა ვნახოთ 59 წელი, უკვე შემდეგი წელი როგორი ექნება. შემდეგი წელიც უკვე ექნება ფინანსური და პირადი თემატიკა შემოდის, ისევ და ისევ მამის მხრიდან ბებიების კარმის დამუშავება. ანუ ეს 2 წელი ესე ვთქვათ ბებიებს მიუძღვნა ამ ადამიანმა, უნდა მიუძღვნას. რაღაცა ნახეთ, უნდა გააკეთოს რაღაცა სახის ინგრევა ექნება, რაღაცა სახის დანაკარგი ექნება აუცილებლად. მაგრამ აი ნახე ამ წლიდან გამომდინარე ძალიან ბევრია დამოკიდებული ამ წელიწადზე. აი ამათიანს როგორ დაამუშავებს, რაც ვთქვი მე, იღბლის ენერგიას და 14-იანს ძირითადად. ძალიან ბევრი არის დამოკიდებული ამ წელიწადს როგორ დაამუშავებს, იმიტომ რომ ეს ინგრევა რაღაცა დანაკარგი, რაც მომავალ წელს წამოვა, იქნება დამოკიდებული ამაზე თუ ამ წელიწადს დადებითად დაამუშავებს, მაშინ სამყარო ჩამოაცლის, შეიძლება ედკინოს, მაგრამ ჩამოაცლის იმას, რაც არ სჭირდება, რაც მისთვის ხელი შემშლელია და ბარიერია. მაგრამ თუ წელს ეს ადამიანი მინუსში წაიყვას ამ 14 ენერგიას, ამ 10-იან ენერგიას და 6 ენერგიას, ანუ რაც ჩამოვთვალე, ამ ყველაფერს მინუსში წაიყვანს, ისევ არ ეყარება საკუთარ თავი, ისევ მარტო სხვებზე იზრუნებს, თავგანწირვის თემატიკა შემოუვა, თავის თავს არ დააუჯერებს, მაბმე რა შემიძლია, ანუ არ იქნება ანგელოზი სხვა ადამიანებისთვის და იფიქრებს ცუდ რამეებზე პესიმისტურად ვიმედოთ, მაშინ მომავალ წელს ექნება ეს დანაკარგი, ისეთი რაც ძალიან ძვირფასია მისთვის, მსგავსი დანაკარგები წამოვა, განსაკუთრებით ეს დანაკარგი შეიძლება შეეხოს ოჯახს, ანუ ასე ვთქვათ, სისტემურია, ხო, 5 არის სისტემებს, ოჯახს შეიძლება შექმნას ან რაღაცა რაც სისტემური არის. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ წელს ძალიან კარგად დაამუშავოს ეს ენერგიები. აი ეს იყო ამ ადამიანის ბედის მატრიცა, რაც განვიხილეთ, კიდევ ერთხელ ვუსვავ ხაზს, რომ თუ მას აინტერესებს რაიმე კონკრეტული, ანუ რაღაცა ფიზიკური ტკივილები აქვს, ხო, რაღაცა დაავადებასთან დაკავშირებით, უკვე ეს ამას არც წერა, ეს უკვე პირადად განვიხილა მასთან ენერგეტიკულად, როგორ შეუწყოს ხელი, რომ აღმოფხვრას ესა თუ ის დაავადება სხეულში უკვე და ორგანიზმში. ეს იყო მეორე ბედის მატრიცის განხილვა. შეგახსენებთ, რომ მე ვარ ნათია შაი, აუცილებლად გამოიწერეთ არხი, იმიტომ რომ ეს არის ერთადერთი საშუალება თქვენგან, რომ ენერგია გაცვალოს და მადლობა გადამიხადოთ. კომენტარები რო ძალიან მიხარია იცით და ვისაც სურს ჩემთან დაკავშირება კონსულტაციაზე, ჩემი ნომერია 591233507, აქტიურია ვიბერზე, WhatsApp-ზე, ან მომწერეთ ქართული შრიფტით რეიქი მკურნალი. მომავალ შეხვედრამდე.